მოგესალმებით ყველას. Приветствую всех. ასეთი ქართული გამოთქმა არის. Есть такое грузинское высказывание. ერთი ქართველი ცოტა არისო. ერთი ქართველი ცოტა არის. Один грузин это мало, ორი ძალიან ბევრი. а двое уже много. და სამი რა იქნება ახლა? А что будет 3-4? ჩვენ მადლობას გიხდით მეგობრებო, Благодарим, друзья, вас, რომ გვაქვს საშუალება что есть возможность იმსახუროთ თქვენს ეკლესიაში. служить в вашей церкви. მინდა მე წავიკითხო ერთი ადგილი წავიკითხო წმინდა წერილიდან. Я хочу одно место из Писания прочитать. ეს არის ესაიას წიგნი, Книга Исаии, 55 თავი, 55 глава, მერვე მეცხრე მუხლები. 8-9 стихи. Мои мысли не ваши мысли, не ваши пути, пути мои, говорит Господь. Но как небо выше земли, как пути мои выше путей ваших. То есть, так пути мои выше путей ваших, и мысли мои выше мыслей ваших. ეს ძალიან ცნობილი მონაკვეთია. Это очень знакомый отрывок. ჯერა რომ ძალიან ბევრ ეკლესიაში ძალიან ბევრჯერ წარმოთქმულა. И я верю, что во многих церквях очень много раз это уже было сказано. მე პირადად ძალიან ბევრჯერ წამიკითხავს მიქადაგნია Лично я очень много раз читал и проповедовал об этом. და მე მახსენდება როცა ახალგაზრდა მორწმუნე ვიყავი. И вспоминаю, когда был новообращенным верующим. აი ეს მუხლი რომელიც მე მასწავლეს ეკლესიაში. აი ეს ადგილი რომელიც Это место, которое меня научили в церкви. ყოველთვის მაჩვენებდა კონტრასტს, И всегда показывало контраст, რამდენად შორს შეიძლება ვიყო ღმერთისგან. насколько далеко я могу быть от Бога. და სიმართლე გითხრათ რომ არ მეხმარებოდა. И скажу честно, это не помогало. მე გავიზარდე ესე ვთქვათ უფრო კონსერვატიულ ეკლესიაში Я вырос в консервативной более церкви. და ასეთ ადგილებს ცოტა სხვანაირი განმარტება ჰქონდა. И у таких мест из Писания были другие объяснения. ეს ადამიანის აშენებას კი არ ემსახურებოდა. И это не служило назиданию человека. არამედ უფრო აი როგორ ვთქვათ, აი რომ განცდა გქონოდა რომ ძალიან შორს ხარ ღმერთისგან. Но служило тому, чтобы у тебя было чувство того, что ты очень далек от Бога. და ჩემი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სწორედ ასეთი განცდებით გავატარა. И большую часть моей молодости я провел в таких переживаниях. ну ღმერთისგან არ შემეძლო წასვლა. Я не могу уйти от Бога. ბევრი რამ მახსოვდა ჩემს მოქცევაში ღმერთის მოქმედება ისეთი ძლიერი. Много чего помнил в моей жизни, много действий таких Божьих. მაგრამ არ მქონდა სიხარული ცხოვრებაში. Но не было радости в жизни. ну ისეთი რაღაცებზე მომიწია უარის თქმა. Но пришлось отказаться от таких вещей. მე ვიყავი ფეხბურთელი პროფესიონალი Я был профессиональным футболистом და ძალიან მიყვარდა фეხბურთი. и очень любил футбол. არ ვიცი, აი არ შევადარო, არ ვიცი, ეს იყო ჩემი ცხოვრება, სიცოცხლე. И не знаю, с чем сейчас сравнить, но это являлось моей жизнью. და ეკლესიაში როცა მოვედი, Но и когда я пришел в церковь, მაშინ ასეთ ვლიდნენ რომ სპორტით ყოფილიყავი გატაცებული, ამაში იყო გარკვეული აზარტი და ამიტომ მითხეს რომ მე მომიწევდა რომ ამერჩია. тогда считалось так, что если ты был как бы спортсменом, увлекался спортом, это считалось азартом, и мне пришлось бы сделать выбор. ну გავაკეთე არჩევანი. И я сделал выбор. თავი დავანებე ფეხბურთს. Я оставил футбол. და ჩემი ესე ვთქვათ სპორტული ფორმის პიკში ვიყავი ამ დროს. И я был на пике своей спортивной формы. კარგი კონტრაქტი მქონდა. И хороший контракт у меня был. და ეს იყო ყველა ახალგაზრდა, ჩემი ტოლა ახალგაზრდა 17 წლის ვიყავი, მაშინ თქვენ წარმოიდგინეთ. 17 лет. ოცნება იყო ეს. Представьте, для меня было, и для многих молодых это было мечтой. და პატიოსნად რომ თქვა, არ მიხაროდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. И скажу честно, что я не рад был этим принятым решением особо. არ ვიყავი მოხარული. И не радовало это меня. შეიძლება ასე გამოვხატავდი, რომ ბედნიერი ვარ და Может быть, я проявлял, что да, я счастлив, მაგრამ შინაგანად ვიყავი უბედური. но внутренне я был несчастен.
რატომ ვახსენებ ამ კონტექსტში ამ ყველაფერს? Почему в этом контексте я говорю об этом? იმიტომ რომ ჩემს ასეთ გადაწყვეტილებაში თითქოს და მეხმარებოდა აი ასეთი მონაკვეთები წმინდა წერილი. Потому что в этом моем решении мне помогали вот такие отрывки из Библии. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, сул არ წავიკითხავდი, ალბათ. Если бы была моя воля, უცერცაც ამოუხევდი. я бы вообще, наверное, не читал эти места, наверное, вырвал бы эту страницу из Библии. მაგრამ ასე მასწავლით. Но нас учили так. შენი აზრებია, Твои мысли есть твои мысли, მაგრამ ღმერთის აზრები სხვა აზრები. но Божьи мысли, они другие. შენი განზრახვები გასაგებია, И твои цели как бы другие, მაგრამ ღმერთის განზრახვები სულ სხვანაირი. Божьи замыслы другие. აი ასე ვიზდებოდი ჩემო И მეგობრებო. так мы росли. მე ვიცი რომ დღეს ბევრ ადგილას, ბევრ ეკლესიაში იგივე პრობლემა არსებობს. Я знаю, что и сегодня может быть подобные проблемы во многих церквях. და ჩემს ცხოვრებაში დიდი ხანი ღმერთი იყო როგორც ესეთი დამაშინებელი фигура. И на протяжении многого времени Бог был для меня такой личностью, который пугал, скажем так. ანუ ჩვენთან საქართველოში როცა ბავშვის დაძინება უნდა თეუბნებიან რომ ახლა ის ბუა მოვაო ესეთი გამო. Когда ребенка хотят, чтобы он уснул вечером, его пугают, что сейчас какой-то там придет страшилка какой-то. და ასე აძინებენ ბავშვებს. И они уговаривают его спать. არავინ არ იცის ეს ბუა რა არის. И никто не знает, кто это такой вообще. მას არ აქვს სხეული, არა, ну ბავშვებს აშინებენ ამ. Просто не тело у него нет, ничего, не видел никто него, но пугают детей. აი ასეთ პიროვნებად იყო ჩემს ცხოვრებაში დახატული ღმერთი. И вот так был нарисован в моей жизни Бог, пример. რომელიც რაღაცას ითხოვს Который что-то требует, და შენსაც არ ითვალისწინ. но не учитывает ничего твоего. შენ რა გიყვარს, რა მოგწონს, То, что ты любишь, то, что тебе нравится, მას არ აინტერესებს. его не интересует. იმიტომ რომ მას აქვს თავისი მიზნები. Потому что у него есть свои замыслы, свои цели. ჩვენ რო ვიცოდეთ როგორც არის მიწისგან дашорებული, ასე дашорებულია მისი И აზრები. чтобы вы знали, чтобы как и небо от земли далеко, так и его замысли, а наши замысли. ერთი სიტყვით ამან ყველაფერმა სიხარული მომპარა. И это отняло радость у меня. და თქვენ როგორ ფიქრობთ, ვიფასო მეგობრები? И как вы думаете, друзья? ადამიანს რომელსაც არ აქვს სიხარული, У человека, у которого нет радости, შეუძლია სხვა გახადოს მოხარული? он может помочь другому стать счастливым. ადამიანს რომელიც თვითონ არ გზნობს თავს ბედნიერად, Человек, который сам не чувствует себя счастливым, შეუძლია სხვას დაეხმაროს ბედნიერი როგორ გახდეს? разве может он помочь другому стать მოდი счастливым? გულწრფელები ვიყოთ ახლა. Давайте будем искренними сейчас. მოდი დავფიქრდეთ რა უწყებას ვატარებ. Давайте задумаемся о том, какую мы весть носим. დღეს ეკლესიის კათედრებიდან ისმის წარმოუდგენლად მაგარი ქადაგებები. Сегодня с кафедр, из церковных кафедр слышны очень сильные проповеди. და იცით ხანდახან რა მახსენდება? И знаете, что иногда я вспоминаю? ნედა ღმერთი რას ფიქრობს ამ დროს? Что в это время думает об этом Бог? როცა ჩვენ მისი სახელით ვლაბარაკობთ Когда мы Его именем говорим, და ხანდახან იმას ვლაბარაკობთ, რაც მას არ უთქვამს, и когда мы говорим то, что, о чем Он не говорил, ნედა ამ დროს რას ფიქრობს ღმერთი? что в это время думает Бог? О чем? მე ვეჭობ რომ ის მაყოფილია ამ დროს. Я сомневаюсь, что Бог в это время доволен. იცით მეგობრებო, ეს კონტექსტი Знаете, друзья, этот контекст კარგი კონტექსტია. хороший контекст. ღვთის მიზანი ამ კონტექსტში იმას კი არ წარმოადგენს, რომ უბედურებად და დაკარგულებად ვიგრძნოთ თავი. Цель Господа не представляет в этом контексте, чтобы мы чувствовали себя потерянными и несчастными. რომ ჩვენ ასე კი არ ვიგრძნოთ თავი, რომ მას ვერასდროს ვერ მივწვდებით. И не для того, чтобы мы чувствовали себя так, чтобы мы никогда не достигнем его. ამ კონტექსტის მიზანი და მიმართვის მიზანი Но цель этого контекста и этого обращения არის რა? является, რომ ადამიანი უბრალოდ მიწვდეს ღმერთის ჩანაფიქრს. чтобы человек просто реально на самом деле достиг замысла Божия, ადამიანმა გაიგოს ღმერთის ნება. чтобы человек понял волю Божию, თუ რა კარგია ის, что то, что насколько хорош თუ наш Бог, როგორ აღემატება ის, и насколько он возвышен, იმას შეიძლება რასაც ჩვენ ვეჭიდებოდეთ. превосходит то, за что иногда мы можем держаться, цепляться. იმას რაზედაც ჩვენ ხელის გაშვება არ გვინდა. Он выше того, чего мы иногда не хотим отпустить. და ხშირად ვაკვირდები რომ ეკლესიას არ უნდა რომ აი როგორ გითხრათ ხშირად ეკლესია არ ფიქრობს იმაზე რომ დაფიქრდეს უწყებაზე. Часто наблюдал, что церковь
не думает о том, чтобы... Როგორი უწყება აქვს. Не думает о том, какая у него весть, да, благая весть. არის თუ არა ეს ნამდვილი სახარება. Есть ли это настоящее Евангелие? მე მინდა ერთი მუხლი შეგახსენოთ ამასთან კონტექსტში. И я хочу один в этом контексте напомнить вам стих. იერემია წინასწარმეტყველი. Пророк Иеремия, 29 თავის 29 стих. მე-11 მუხლში ამბობს ასეთ სიტყვებს. 29 главы, 11 стихе говорит: მე ვიცი ჩემი განზრახვა. Я знаю свои замыслы. ძალიან ხო წაიკითხეთ. აი შეხედეთ იქ და წაიკითხეთ. Я знаю свои намерения. დაუგურდით კარგად. И обратите внимание, хорошо. შეხედეთ სიკეთეზე Посмотрите о добре. და არა ბოროტზე. Замыслы о добре, но не о зле. რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი. Чтобы дать вам будущность и надежду. აი ეს განზრახვა შეხედეთ, ღმერთის განზრახვა. Вот эти намерения. ღმერთი ამბობს, მე ასეთი განზრახვა მაქვს. И Бог говорит, у меня такие намерения. კეთილი განზრახვა. На благо. რომ მომავალი მოგცეთ. Чтобы дать будущность. იმედი მოგცეთ. И надежду дать. და ამ კონტექსტში როცა ესაია ლაბარაკობს, რომ მისი განზრახვა ძალიან მაღალია, ძალიან შორს არის ხშირად. И в этом контексте, когда Исаия говорит, что его намерения очень может быть отличаться, ეს პოზიტიური კონტექსტია, ჩემო это в მეგობრებო. позитивном контексте подразумевается. ის რაც შეუძლია ღმერთს მოგცეს. То, что Бог может нам дать, აღემატება იმას, რაც შეიძლება ჩვენით მივიღოთ. превозвышает намного то, что мы сами по себе можем приобрести. ამიტომ უნდა ვთქვა თუ არის. И потому мы должны отказаться. ამიტომ უნდა გავიღოთ მსხვერპლად. Потому мы должны дать в жертву. და არა იმიტომ, რომ ეს მისი ახირება არის. И не потому, что просто Бог так хочет и все. ასე უნდა აუხსნათ ყველა ადამიანს. Мы так должны объяснять всем людям. ასე უნდა უთხრათ ახალგაზრდა თაობას. Так мы должны говорить молодежи. ასე უნდა უთხრათ წარმატებულ Так ადამიანებს. мы должны говорить успешным людям. მე მახსოვს 90-იან წლებში, როცა ჩვენთან გამოღვიძება დაიწყო. Я помню в 90-х, когда пробуждение началось у нас. და ყველანაირი ადამიანები მოდიოდნენ ეკლესიაში. Все люди, разные люди приходили в нам. მაშინ რელიგიური სიტუაცია ქვეყანაში არ იყო ისეთი, როგორიც დღეს არის. Тогда религиозная ситуация в Грузии не была такой, как сегодня. დღეს ყველა სივრცე მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაიკავა. Сегодня все уже Пространство. все пространство держит православие. მაშინ ასე არ იყო, Но მეგობრებო. тогда не было так. საბჭოთა კავშირი იყო ახალი დანგრეული Тогда Советский Союз только был разрушен და იყო რელიგიური ვაკუუმი. и был вакуум религиозный. ჩვენ გვიწევდნენ ტაძრებში საკადაგებლად, წარმოგიდგენიათ? Нас приглашали в храм проповедовать. ჩვენ მღვდლები გვიწევდნენ, რომ გვექადაგნა ტაძრებში. Священники приглашали нас в храм проповедовать. ეხლა ახლოსაც არ გვაკარებენ. А сейчас и близко не подпускают. ეხლა თუ გაიგებენ, რომ იქ ჩვენ შევედით, Сейчас, если узнают, что мы вошли туда, ალბათ გამოგვაცილებენ იქიდან. наверное, проводят. და ამ დროს ადამიანები მოდიოდნენ ეკლესიაში. И в это время в церковь приходили люди. მოდიოდნენ ვიღაც მუსიკოსები, Приходили музыканты, მოდიოდნენ ვიღაც წარმატებული ადამიანები. успешные люди приходили. მე მახსოვს ჩვენ ეკლესიას რა პოზიცია ეჭირა. И я знаю, какие позиции держала наша церковь. ეკლესიაში მუდმივად ისოდა ასეთი სწავლება, И постоянно такое учение было слышно в церкви, რომ ვაჭრობა არ შეიძლება. что нельзя, торговля нельзя, იმიტომ რომ ეს მენტალიტეტი საბჭოთა კავშირისა, потому что это был менталитет Советского Союза, რასაც მაშინ ჩვენ სხვა სახელს უწოდებდით. что мы раньше по-другому называли. არადა როცა აღარც ქარხანა იყო, აღარც ფაბრიკა იყო, А что было делать, когда ни фабрика, ни заводов не было уже? ხალხმა ვაჭრობა დაიწყო. Люди начали уже торговать. და ეკლესია ამბობდა, ვაჭრობა არ შეიძლება. И церковь говорила, что нельзя торговать. და რა არჩევანი ქონათ ამ ადამიანებს? А какой выбор у этих людей და оставался? უმრავლესობა ტოვებდა ეკლესიას. Что многие люди уже оставляли церковь. მე მახსოვს ერთი მუსიკოსი ბიჭი, რომელიც ჩვენს ეკლესიაში Я მოვიდა. помню, один музыкант из ребят пришел в нашу церковь. ის იყო ავად მუსიკით, ესე Он რომ. был болен музыкой. მას ძალიან უყვარდა მუსიკა. Он очень любил музыку. ის კლასიკური მუსიკის მიმდევარი იყო. Он был классической музыкой. ასევე კარგად ფლობდა გიტარას. Так хорошо знал гитару. და ის რომ გიტარის დაყვრას იწყებდა, И когда он начинал играть на гитаре, ჩვენები გიტარას ხელს აღარ კიდებდნენ. наши уже не брали в руки гитару. იმიტომ რომ ცხვენოდა. Потому что стыдно было уже.
და მე მახსოვს ერთხელ როგორი საუბარი განვითარდა. Я помню однажды, какая беседа завелась у них. ეს ბიჭი ლაპარაკობს რომ აი ბეთჰოვენი ღვთიურია. Этот парень говорит, что Бетховен он это божественно. აი ბახი ძალიან კარგია. Бах тоже очень хорошо. და მახსოვს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ეკლესიისა Я როგორ помню один из руководителей церкви, как ответил. ბეთჰოვენი და ბახი კი არაო, ამ ყველაფერს თუ არ შეეშვები ჯოჯოხეთში წახვა. Ни Бетховен, ни Бах, если ты это все не оставишь, в ад пойдешь. ეს ბიჭი არ ვიცი ჯოჯოხეთში წავიდა თუ არ წავიდა, ეკლესიიდან რო წავიდა ნამდვილად. Я не знаю, в ад пошел или нет этот парень, но из церкви он точно ушел. Ну, სასაცილო არ არის, არ ვიცი, На აი. самом деле это не смешно. იმიტომ რომ წავიდა ადამიანი ეკლესიიდან. Потому что ушел человек из церкви. ეხლა რას ვამბობ ამით? И что я этим хочу сказать? განა იმას რომ ეკლესია კომპრომისზე უნდა წავიდეს? Разве то, что церковь должна идти на компромисс? განა იმას რომ სახარება ადამიანების საჭიროებებს მოვარგოთ? Разве то, что Евангелие как бы მიუსადაგოთ ადამიანის საჭიროებებს? как бы, ну, вот у людей есть нужды и при მიუსადაგოთ. Связать? Не совсем. Да, ну, меня так устраивает, и я Евангелие как бы ჩვენ უკომპრომისო სახარება უნდა ვიქადაგოთ. подстраивать, то есть. ჩვენ უკომპრომისო სახარება უნდა И мы ვიქადაგოთ. должны бескомпромиссное Евангелие проповедовать. მაგრამ ნამდვილი სახარება უნდა ვიქადაგოთ. И мы настоящее Евангелие должны проповедовать. ის რომ ღმერთის აზრები ჩვენი აზრებისგან შორს არის, То, что Божьи замыслы далеки от наших, ეს ჩვენ პოზიტივად შეგვიძლია мы ვაქციოთ. должны правильно, позитивно это обратить. ის რომ მისი განზრახვანი ადამიანურ განზრახვებზე ძალიან მაღლა დგას, То, что Божьи замыслы, намерения выше человеческих намерений стоят, ეს ჩვენ პოზიტივად უნდა ვაქციოთ. мы должны это превратить в позитив. მაშინ აღარ მივეწებებით ქვეყნიერებას. Тогда мы не будем уже прилепляться к миру. მაშინ ჩვენთვის ძნელი არ იქნება И тогда для нас не будет сложно უარი ვთქვათ რაღაცა. отказаться от чего-то მიძღნა ვისწავლოთ ჩვენი თავის. и посвятить себя. თუ ხშირად გვიწევს ჩვენ ეკლესიებში ვილაპარაკოთ, აი როგორც ბავშვებს ელაპარაკები. Потому что часто приходится нам в церквях говорить так, как с младенцем. აი რაღაცა თითქოს ენას რომ ვცვლით ჩვენს ენას და ენის მოთლეკით რო ელაპარაკეთ. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები რომ ღმერთის ნებას არ იცნობენ. Потому что часто люди не знают воли Божьей. პავლე მიწერა რომელთა ეკლესიას. Павел написал церкви к римлянам, მე-12 თავი, 12 главе, პირველი მეორე მუხლები. 1-2 стихи. დაუგორდით რა მისწერა. И обратите внимание, что написал. ნუ დაემგვანებით ქვეყნიერებასო ის Не წერდა. уподобляйтесь миру, არამედ შეიცანით რა არის ღმერთის но ნება. познайте, что есть воля Божья. კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. Благо, совершенно и სასურველი და სრულყოფილი. წაიკითხე. კითხულობთ როგორ. извините, не вижу мелкого. რაკნას დავითმა, ამდენი სამკართველს გაუძლებს. Ты тоже должен проповедовать. შეხედეთ მეგობრებო, პავლე წერს. Обратите внимание, Павел пишет: ნუ დაემგვანები ქვეყნიერებას. не уподобляйтесь миру сему. ჩვენ ყოველთვის ნეგატიურ ჭრილში განვიხილავთ ამ მუხლს. И мы всегда в негативно смотрим на это. აი ეს ქვეყნიერება საშინელი, ასეთი, Что ისეთი. мир, он страшный, ужасный смотрим. მაგრამ პავლე ამბობს, რომ ქვეყნიერებამ ღმერთის ნება არ იცის. Но Павел говорит, что мир не знает Божьей воли. ამიტომ ცხოვრობს ასე. И поэтому живет таким образом. ხოლო ის მერე ამბობს, რომ ნახეთ როგორია ღმერთის ნება. И потом говорит: а посмотрите, какая есть воля Божья. ის არის კეთილი, Это благая, ის არის სასურველი это желательное და ის არის სრულყოფილი. и совершенное. დაუგურდით ამ სიტყვებს მეგობრებო. სასურველი, Угодное, სრულყოფილი. совершенное. თუ ასეთია ღმერთის ნება, Если Божья воля такая, მაშინ რატო არ უნდა მინდოდეს მასში ცხოვრება? почему я не должен хотеть жить в Его воле? თუ ასეთი განზრახვები გააჩნია უფალ ჩვენთვის, Если у Бога есть такие намерения на меня, რატომ არ მინდა რომ მას გავყვე მაშინ? почему я не хочу следовать за Ним? ჩვენი პრობლემა სწორედ იმაშია მეგობრებო, რომ ხშირად ჩვენი ყური დამახინჯებულ Наша სახარებაში проблема бывает в том, что иногда наше ухо слышит как бы неправильно
როცა თვითონ ამ სულით კითხულობთ, თვითონ ჩვენ რომ ვკითხულობთ სახარებას Когда мы сами иногда часто читаем Евангелие, ამ თვალით ვკითხულობ. мы такими глазами читаем его. იმიტომ რომ მე სხვისი ნასწავლებით კი არ გავიზარდე მხოლოდ. Потому что я не вырос только обучением от других. სანამ საერთოდ ვინმე მასწავლიდა სახარებას ვკითხულობ. До того, пока меня кто-то вообще начал бы учить, я читал сам Евангелие. ეკლესიაში რომ მივედი 50-იან ეკლესიაში. Когда я пришел в Пятидесятническую церковь, სახარება უკვე კარგად ვიცოდი. я уже хорошо знал. იმიტომ რომ იაღოვას მოწმება მაჩუქეს სახარება. Потому что свидетели Иеговы подарили мне Новый Завет. და უნდათ რომ მეც მათნაირი გამختارიყავ. И хотели, чтобы я тоже стал таким же, как они. და ჩემი мотивация ის იყო რომ როგორმე მათი არგუმენტები გამებათილებინა. И моя мотивация была такой, чтобы как-нибудь их аргументы как бы уже развеять. და როცა ეკლესიაში მივედი И когда я пришел в церковь, და მეც რა თქმა უნდა ვისმენდი ქადაგებებს, მსახურებებს я, разумеется, тоже слышал проповеди, был на და служении. მეც ასე დავიწყე სახარების აღქმა. Я тоже начал так воспринимать Евангелие. ასე აღვიქვავდი სახარებას. И так я воспринимал. მას იმდენად სიკეთეს კი არ ხედავდი. И тогда я не настолько обращал внимание на благо, на добро. მას იმას ხედავდი, რა ცუდი ვარ, რა უბედური Я ვარ, видел только то тогда, что какой я плохой, რა უძღეული ვარ, негодный, რა ცოდვილი ვარ. и какой я грешный. არაფერი პოზიტივის დანახვა არ შემეძლო. И никаких позитивов не могу увидеть. გესმით მეგობრებო, რას ვлабარაკ? Понимаете, о чем я говорю? განა ჩვენ შეგვიძლია ასე ვიცხოვროთ? Разве мы можем вот так жить? იცი დღეს ქვეყნიერებაზე ამას дискრიმინაციას ეძახიან. И сегодня в мире это дискриминацией называют. აი როცა მაგალითად შობლები ბავშვებს Когда родители детей მარტო კი არ ცემენ уბრალოდ. не только наказывают, ცუდ სიტყვებს ელაპარაკებიან. но просто плохими словами говорят. ეუნებიან შენ არაფრად არ ვარგიხარ, Ты негодный, говорят. არაფრად არ გამოდგები, И никто тебя не получится, не ტვინი выйдет, არ გაქვს, у тебя мозгов нету, ვერაფერს ვერ მიაღწევ. ничего ты не достигнешь. ეს დისკრიმინაცია არის მეგობრებო. Это дискриминация, друзья. ერთხელ ასეთი რაღაცა მითხრეს რომ ებრაელიო როგორ ზრდის საკუთარ შვილს. Однажды мне сказали, как еврей воспитывает своего ребенка. ის სულ ასე ეფერება. Он постоянно говорит так. ჩემი პროფესორი, Мой профессор, ჩემი დოქტორი, мой доктор, ჩემი მეცნიერი, мой ученый, ჩვენ ვეუნებით უტვინო, безмозглый мы говорим, შტერი тупой და ასე შემდეგ. и так далее. ეს დისკრიმინაცია არის. Это дискриминация. გესმით მეგობრებო? და წარმოგვიდგენია რომ სახარება დისკრიმინაციას უწევდეს? И понимаете, возможно, чтобы Евангелие делало дискриминацию кому-то. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ კი არ უნდა გადავაკეთოთ სახარება. Еще раз повторяю, мы не должны переделывать Новый Завет. როგორიც არის, ისე უნდა Но მივიღოთ. такое, какое оно есть, такое мы должны ее принимать. მას კეთილი უწყება ქვია. Оно называется благой вестью. ის სარკი არის ამავე დროს. Оно в то же время зеркало. ბუნებრივია сарკის დანიშნულება ვიცით ყველა. Естественно, мы знаем назначение зеркала. სარკე გვაჩვენებს რომ რაღაცა ფორმაში არ არის. И зеркало показывает, что что-то у нас не в порядке. მაგრამ ჩვენ ვიწესრიგებთ თავს სარკის И мы დახმარებით. приводим себя в порядок. ღვთის სიტყვა სარკია Смотря в მეგობრებო. зеркало. И Божье Слово это зеркало. და ეს სარკე გვაჩვენებს И ჩვენ это зеркало показывает нам, რა არ არის ფორმაში, что у нас нехорошо რა არის შესაძლებელი. и что надо изменить. თორემ სახარება ეს არის კეთილი უწყება. Но Евангелие это благая весть. ასე რომ მე მინდა ჩემო ძვირფასებო. Так что я хочу, друзья, აი ამ მოკლე ქადაგებით, в этой короткой проповеди, რომელშიც ძალიან კონკრეტული არაფერი არ მithქვავს. в которой ничего конкретного, может быть, не говорил. უბრალოდ თხოვნა მაქვს თქვენთან. Просто есть просьба к вам სურვილი მაქვს и თქვენთან, пожелание к вам, რომ ძალიან ხშირად იფიქროთ чтобы вы часто думали ღმერთის მიზანზე, о цели Божьей, ღმერთის განზრახვაზე, о ნამერენი, намерении Божьем, მის ნებაზე, о Его воле ეკლესიის მიმართ, по отношению к церкви, ჩვენს მიმართ, по отношению к нам, შენს მიმართ, по отношению лично к тебе, თითოეული ჩვენთაგანის მიმართ. лично к каждому из нас. ეს უამრავი პრობლემა არსებობს. Сегодня очень много проблем მე существует. დამეთანხმებიან ეკლესიის მსახურები. И служителя согласятся. ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. Очень много проблем у нас есть. ვიღაცები მოდიან, Кто-то приходит, მერე მიდიან, кто-то уходит, ვიღაცები ეცემიან, кто-то падает, ზოგი საერთოდ მსახურება არ უნდა, кто-то вообще служить не хочет, ზოგი სულ ჩვილია, кто-то всегда младенцем остается, საერთოდ ვერ იზრდება. не может расти. არ გაქვთ ასეთი პრობლემები უკრაინაში? Разве нет у вас в Украине таких? ჩვენ ასე გვაქვს ყველამდის. У нас полно таких проблем. ეკლესიაში ისევ არის ჩვილობის პრობლემა, Опять же есть вот эта проблема, они в
младенцами остаются. ისევ გვაქვს იმის პრობლემა, რომ ადამიანებს მსახურება არ უნდათ. Опять есть проблема того, что не хотят служить люди. ისევ გვაქვს იმის პრობლემა, რომ ბევრი ადამიანი ტოვებს ეკლესიას. Опять же есть такие проблемы, когда много людей оставляют церковь. ეს ყველგან არის ეს პრობლემა. То есть везде такие проблемы. და მიზეზი ჩემთვის არის ერთი. И для меня причина только одна. უბრალოდ ადამიანებმა, ეკლესიამ Просто люди и церковь ვერ გაიგეს ღმერთის მიზანი. не поняли Божью цель. აი როგორც ესაია ამბობს, საკუთარი აზრით დადიან. Как Исаия говорит, что по своему разуму ходят. დაუკვირდით, ჩვენ ამას ეგრევე დავაკავშირებთ ცოდვილებთან. Мы это свяжем сразу же к грешникам. მოდი ჩვენ თავთან დავაკავშიროთ ეს. Давайте к себе это отнесем. ესაია ვის მიმართავდა? ცოდვილებს? Кому обращался Исаия? ესაია ღმერთის ერს Разве მიმართავდა. грешникам? Он обращался к Божьему народу. და ღმერთის ერს ეუბნებოდა ის ამას. И Божьему народу он говорил об этом. რომ ღმერთი გეუბნება, რომ ჩემი აზრი, შენი აზრისგან Он განსხვავდება. говорит, что мои намерения отличаются от твоих намерений. მოდი ასე ვთქვათ, ჩემი ქრისტიანული აზრი ავიღოთ, აი Давайте კავიჩკებში. скажем так, в кавычках, что мое христианское мышление ჩემი მიზანი и моя цель. და ამ შემთხვევაში შეიძლება ღმერთის მიზანიც. И в это же время, наверное, цель Бога. გვიფიქრია მეგობრებო, იქნებ ღმერთს სურს რომ შეცვალოს ჩვენი მიზნები. Думали ли мы о том, чтобы Бог хочет изменить наши цели? მე ასე მიყვარს ხოლმე ლაპარაკი. Я так люблю говорить. და ვამბობ, И я говорю. მოდი ხშირად ჩავატაროთ ჩვენი ცხოვრების რევიზია. И давайте часто проведем ревизию своей жизни. კომუნისტების დროს ვაჭრობის სისტემაში თუ ვინმეს უმუშავნია, აი Кто-нибудь работал во время коммунистов в системе торговли? თუ ვინმეს უმუშავნია. დედაჩემი მუშაობდა ვაჭრობის სისტემაში. Моя мать работала в этой системе. სიტყვა რევიზია ხო Вы გეცნობა? знаете, что такое ревизия? ამ სიტყვას ახლა აღარ იყენებ. А это слово сейчас не используют. მე მახსოვს პატარა ვიყავ. Я помню, я был маленьким еще. ასეთი რევიზიის შემდეგ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის. После такой ревизии, несмотря на то, что я не знал значения этого слова, დედაჩემი ყოველთვის სახში მოდიოდა ანერვიულებული და ატირებული. постоянно моя мать возвращалась домой разнервниченная и плачущая. ვამბობდი რა არის ეს რევიზია? И что это такое за ревизия მე вообще? გავიგე რაც არის რევიზია. Потом я узнал, что это такое было. ეს ревизия. არის დეტალური შემოწმება. Это детальная проверка. სად წაიღეს საქონელი? Куда ты по нему... რატომ არ ემთხვევა ის, რატო არ ემთხვევა ის Почему ზედებულს? это не... აღწერას რატომ არ ემთხვევა? Почему это не по списку все там? და ის ხშირად მოდიოდა სახში ატირებული. Она очень огорченная, возвращалась домой. ასე უნდა ჩავატაროთ ჩვენი ცხოვრების რევიზია. И также мы должны провести ревизию в своей жизни. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სოდვა ვეძებოთ და Не для აღმოვაჩინოთ. того, чтобы только грехи искать и обнаруживать их. რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია. И обязательно и это должны делать. გესმით Это მეგობრებო? тоже важно. მაგრამ უნდა ჩავატაროთ რევიზია ხშირი. И мы должны часто проводить ревизию. მოქმედებთ თუ არა მის განზრახვაში. И действуем ли мы в его намерениях? დაუკვირდით მის განზრახვაში. Обратите внимание, в его намерениях. ცხოვრობთ თუ არა მის ნებაში. Живем ли мы в его воле? არა ზოგადად მეგობრებო. Нет, в общем. ისე კი არა ეხ თამადა რო იტყვის საქართველოში. Ну, არა ისე თამადა რო იტყვის не საქართველოში. так, как Тамада в Грузии скажет. საქართველოში ხო თამადა ხო იტყვის სადღეგზე. Вы знаете, как Тамада в тост скажет? в 300 Грузии? კაცი უსმენს. И 300 человек слушают. თამადა იტყვის ჩვენ ქვეყანას გაუმარჯვ. За нашу страну выпьет. აიღებს დიდ სასმის. И возьмет большой сосуд. ყველა უნდა გაჩუმდეს. И все должны молчать. მერე იტყვის კაცები ფეხზე წამოდექი. Давайте мужчины станьте на ноги. ყველა კაცი ფეხზე И დგება. все мужчины становятся. არ არსებობს იქ კაცი დამჯდარი და. И невозможно, что там кто-то... იმიტომ რომ кაცი ფიქრობს ეხა მე რო არა ვდგეს ცუდ-ცუდ Потому გამოჩნდეს. что это плохим тоном будет выглядеть, если я და останусь. წარმოვიდგინეთ сидеть. 200 кაცი დგას ფეხზე. Представьте, 300 мужчин стоят на და ногах. ყველა ამბობს ჩვენ ქვეყანას Все გაუმარჯვ. говорят за нашу страну. ყველა პატრიოტია? И все патриоты разве? ყველას აწუხებს ამ დროს ქვეყნის ბედი? И разве все тревожатся за страну? ჩვენ ასე არ უნდა судьбу ვიყოს страны? მეგობრებო. И мы не должны быть похожими на это. თუ მე როგორც პასტორი ვიტყვი რომ აი დიდება უფალს. Если я как пастор скажу, слава Господу, აბა რა დიდება უფალს. конечно, все скажут, конечно, слава Господу. მოდი აბა ფეხზე წამოვუდგეთ. Давайте встанем на ноги. აბა რა ფეხზე უნდა წამოვუდგეთ. Конечно, мы встанем на ноги. არა ასე არა მეგობრებო. Но не так это должно быть. ქართველებს ეს უფრო კარგად ესმით, იმიტომ რომ Грузины хорошо это понимают, наверное. ქორწილი იციან ქართული, Потому что знают, что такое, თამადა იციან რა. знают, что такое грузинская свадьба, тамадат. ეს ჩვენ შეგნებაზე უნდა Но გადიოს. это должно быть проходить через наше мышление, და მე დავამთავრებ ჩემს ქადაგებას ამ სიტყვებით, რომ наше понимание. დაუკვირდით ღმერთმა И я закончу мою проповедь. И обратите внимание, Бог თავის სიტყვაში в своем слове
ძალიან კონკრეტულად очень конкретно გაგვიცხადა открыл нам მისი განზრახვები свои намерения ეკლესიისთვის для церкви და მისი განზრახვები и свои намерения თითოეული ადამიანისთვის. для каждого человека. იცით ჩვენ აღარ გვჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება. И нам, знаете, не нужно выдумывать нового велосипеда. ახალ აღთქმაში В Новом Завете. ძალიან გასაგებად Очень на понятном языке არის გადმოცემული передано, თუ რას სურს ღმერთს, что хочет Бог თუ რისთვის შექმნა მან ეკლესია, и для чего Он создал церковь. თუ რისთვის არის თითოეული მორწმუნე. И для чего есть любой верующий. აი ჩვენი ამოცანა. И вот это наша задача. ეს არის ჩვენი გამოწვევა. И это наш вызов. ამას უნდა მიუძღვნათ თავი. И мы должны посвятить себя этому. ეს მთელი შეიძლება ერთი კვირის სალაპარაკო იყოს მეგობრებო, მაგრამ Об этом можно ეხლა არა. всю неделю говорить, но не сейчас. რომ უფრო კონკრეტულად რომ თქვათ, აი რა, რისთვის კონკრეტულად რას უნდა Для того, აკეთებდეს. чтобы говорить более конкретно, а что же тогда, а что мы должны уже делать. და ეს ყველაფერი И все это არის კეთილი, есть благо სასურველი и угодное, და სრულყოფილი. и совершенное. ასე ცხოვრება არის ხალხო ბედნიერი. И вот так жить, друзья, это есть счастье. როცა იცი, რასაც აკეთებ, რატომ აკეთებ. Когда знаешь то, что ты делаешь, для чего ты это делаешь. ამას თავისუფლება მოაქვს. И вот это приносит свободу. ეს არის ნამდვილი მიძღვნა, Это настоящее посвящение, შეგნებული. разумное. როცა ვიცი, И когда я знаю, რომ ჩემს მიძღვნას что мое посвящение ღმერთი აუცილებლად დააფასებს Бог обязательно оценит. და ბოლო მომენტი, ბოლო ნათქვამი. И последнее слово. მე უნდა გაგახსენოთ, რომ ერთხელ ღმერთმა დაიფიცა. Я хочу напомнить, что однажды Бог поклялся. გახსოვთ ეს მომენტი ბიბლიიდან? Помните этот момент из Библии? აბრაამთან. С Авраамом. ღმერთმა დაიფიცა. Он поклялся. ჩვენ არ ვიფიცებ. И мы не клянемся. ჩვენ სახარება გვეუბნება, რომ არ დაიფიცა. Нам Новый Завет говорит, что мы не должны клясться. მაგრამ ღმერთმა დაიფიცა. Но Бог поклялся. ახლა ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს ეს ხო ძველ აღთქმაში Но წერილი. кто-то скажет, это же в Старом Завете. მაგრამ არც მეტი და არც ნაკლები ებრაელთა წერილში Но ни много, ни мало, но в Писании евреям მოციქულმა апостол თქვა, сказал, გაიხსენა, вспомни, ღმერთმა დაიფიცაო. что Бог поклялся. და რატომ დაიფიცა? Почему он поклялся? როცა მან შეხედა აბრაამის მიძღვნას, Когда он увидел посвящение Авраама, იმდენად შეეხო ღმერთის გულს, настолько это коснулось Божьего сердца, რომ ман თქვა, ფიცაო, то, что он сказал, что я клянусь საკუთარ თავს ფიცაო. самим собой, რადგანაც შენ ასე მოიქეცი, из-за того, что ты так поступил, მე ასე გავაკეთებ შენთვის. я сделаю для тебя და так. ებრაელთა წერილმა ეს უფრო მეტად განმარტა ძვირფასები. И Писание евреям это больше разъяснило. და ებრაელთა წერილი უკვე ჩვენ გვეუბნება ახლა. И сейчас говорит нам уже. თუ ჩვენ გადავდგავთ მიძღვნის ნაბიჯებს, Мы сделаем шаги посвящения, ღმერთის ფიცი ძალაშია. что Божья клятва, она в силе. მას არ შეუძლია ეს უკან წაიღოს ან И он не მოიყო. может забрать назад свои слова. ჩვენ უნდა გქონდეს ამის იმედი, И мы должны надеяться, რომ ყოველ ნაბიჯ, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში იქნება каждый გადადგმული, шаг, который будет сделан в нашей жизни, ყოველ წმენის ნაბიჯ, каждый шаг веры, ყოველ მიძღვნის ნაბიჯ, каждый шаг посвящения, ღმერთი აუცილებლად უპასუხებს, Бог обязательно ответит на это. იმიტომ რომ მან დაიფიცა. Потому что Он поклялся. დიდება უფალს. Слава Господу. ღმერთმა გაკურთხოთ მეგობრებო. Бог благословит.